უკან მეორე მოსმენისთვის. საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე მეორედ გადის. იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ხელახალი განხილვის მიზეზი მმართველი გუნდის ახალი წინადადება. უმრავლესობა უმცირესობას იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის დროს ქორუმის გაზრდას თავაზობს. თუმცა ოპოზიციისთვის არც ეს ცვლილება მისაღები. ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით არასამთავრობო სექტორი პროექტს მხარს უჭერს. გადავწყვიტეთ, რომ ეს არჩევის წესი მაქსიმალურად დაგვეახლოვებინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისთვის. ეს ის ძირითადი მიზეზია, რის გამოც პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენიდან კვლავ მეორეზე ბრუნდება. გადაწყვეტილება უმრავლესობის იმ ახალმა წინადადებამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6-ვე წევრი პირველი კენჭისყრისას აირჩევა 2/3 უმრავლესობით. ანუ მხოლოდ ის აირჩევა, ვინც მიიღებს 2/3 მხარდაჭერას. ეს არის ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომ ოპოზიციასთან შეთანხმებულად მოხდეს ამ პირთა არჩევა. თუ კი 2/3 მეშვეობით ვერ მოხდა, თუნდაც 2 წევრის არჩევა, მაშინ ეს 2 ადგილი დარჩება ვაკანტურად. კანონი მიღებული იქნება და აქ პროცესს ვერ შეაფერხებს ვერავინ, ხოლო რაც შეეხება უკვე კენჭისყრების დროს უკვე პერსონალები მიანიშნებს ალბათ ბევრს, იმისკენ დაუჭირო მხარი ამა თუ იმ პერსონალიას თუ არ დაუჭირო მხარი. საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე უმრავლესობისა და უმცირესობის მოლაპარაკების შედეგებს ელოდება იუსტიციის მინისტრი. როგორც ჩანს, მეორე მოსმენით ახლიდან განხილვაზეა საუბარი, იმისათვის, რომ იმ 6 წევრის არჩევას საფუძვლად დაედოს უფრო ფართე კონსენსუსი. უმრავლესობის ახალი შეთავაზების მიუხედავად, საპარლამენტო უმცირესობა კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. ნაციონალურ მოძრაობას იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი არ მოსწონს. ან ყველა უნდა იყოს არჩეული 2/3-ით, ხას უსვამ ყველა. და ან უნდა იყოს კონკრეტული კვოტა. უმრავლესობას რაღაცა კვოტა, უმცირესობას რაღაცა კვოტა. ჩვენ ოპოზიცია ვრჩებით იმავე პოზიციაზე, რომ სრულყოფილად იქნეს გათვალისწინებული ვენეციის კომისიის დასკვნები, რაც უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ იყოს ძალადობრივად დაშლილი. კანონპროექტი წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს და სიახლეს, რათა ჩვენი კანონმდებლობა აი ამ კუთხით მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს წარუდგენს. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით პარლამენტის მიერ არჩეულ საბჭოს 6 წევრს სამართლის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და უმაღლესი სასწავლებლები დაასახელებენ. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატი არ ასოცირდებოდეს არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან. თუ ყველა ორგანიზაცია ასე მიუდგება საკითხს, ვფიქრობ, ეს დიდწილად განაპირობებს იმას, რომ არჩეული წევრები იყვნენ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მქონე პირები. იუსტიციის საბჭოს დეპოლიტიზირება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი. და მივესალმები მე მხოლოდ ამას. არასამთავრობო სექტორი, რომ მეტად ჩაერთვება იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადვოკატთა ასოციაცია, რა თქმა უნდა, ამაში მიიღებს მონაწილეობას. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ საკანონმდებლო ორგანო საერთო სასამართლოების შესახებ ცვლილებებს მეორე მოსმენით 4 შაბათის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.